ეს ნახე. ეს ძალიან სასაცილო იყო. რასაკეთება აქ? მე ვიფიქრე, რომ შენ დატოვე კამპუსი. ვინ არის ეს ენჯი? არ ვაპირებ შენთვის ახსნას. უკან დაბრუნება მინდოდა და დავბრუნდი. შეგიძლია მითხრა, ვინ არის ის? ის ჩემი ყოფილი საუკეთესო მეგობარია, რომელმაც მიღალატა. კიდევ გეუბნები, მე არავისთვის მიღალატია. ეს შენ ხარ, ვინც მიღალატე. ვა, მოღალატე. ღალატი ცუდია. შენ ცუდი ხარ. დიახ, მოღალატე. სხვათა შორის სირცხვილია, რომ დაბრუნდი. შენი ადგილი უკვე დაკავებულია. ახლა ინია ჩემი მეგობარი. ინი? არ მაინტერესებს. მე აღარ მეგობრობ შენთან, გასაგებია? ინ, როცა მოღალატეებს დაინახავ, მოერიდე მათ. კარგი ენჯი, მე არ ვიმეგობრებ მასთან. მია, შეხედე, ლორა დაბრუნდა. არ მჯერა. ძალიან გვიხარია შენი ნახვა, ლორა. ჩვენ გვეგონა, რომ აღარ დაბრუნდებოდი. მეც მიხარია თქვენი ნახვა, გოგოებო. ენჯი, როგორც ვხედავ, ლორა ცუდი სულაც არ არის. მათ უბრალოდ არ იციან, რომ ის მოღალატეა. კარგი, უნდა წავიდეთ, ლორა. შევხვდებით იოგას გაკვეთილზე. გნახავთ, გოგოებო. წავიდეთ, ლორა. აქ არ ვარ კომფორტულად. ვაუ, მილანას ჩანთა. მოდი შევამოწმოთ რა აქვთ მათ ჩანთებში. ტუჩის გლოსი, საშინელება. დახეჭილი კალამი. ჯანდაბა, გოგოებს როგორ შეუძლიათ კალმების ღეჭვა. დავნაცლებდები, რომ ის ფრჩხილებსაც იკვნեց. ვა, სუნამო. რატომ გავაკეთე ეს? ახლა მილანას სუნი ამივა. ვა, მილანას დღიური. აი ეს არის აღმოჩენა. ვნახოთ რა არის აქ საინტერესო. და სად არის ჩემი ჩანთა, სტეფ? არ ვიცი, შენის ხელში გეჭირა. გონი დივანზე დავდე, დავბრუნდეთ. ლუზერები დაიკავებენ ყველა თავისუფალ ადგილს. გუშინ ისეთი სევდიანი და მარტოსული ვიყავი. მთელი დღე ვტიროდი. მენატრება, კამილი. შენის ყოველთვის მოგენატრება, რადგან როგორც კი ჩამოვა, მოგტაცებ, შესულელო. შენ ათვალიერებდი ჩემს ჩანთას, მენდი? ღმერთო ჩემო მენდი, არ არის კარგი სხვისი ჩანთები ჩხრეკვა. არასწორად გაიგეთ, გოგოებო. ჩანთა უკვე იატაკზე იყო, როცა მივედი და ყველა ნივთი დაბლა ეყარა. ამიტომ გადავწყვიტე ყველაფერი ჩანთაში ჩამეწყო. რა კარგი ხარ, მენდი. მადლობა. მართლა გჯერა მისი მილანა? ხო, რატომ უნდა იტყუებოდეს? მოდი წავიდეთ კაფეში და დავლიოთ მეგობრობის რძის კოქტეილი. მეგობრობის რძის კოქტეილი? არასდროს მინახავს ასეთი რამ კაფეში. დიახ, ეს მე მოვიფიქრე. წავიდეთ? საუკეთესო მეგობრები. ჰეი, ბიჭებო, არ არის საჭირო შური. მე მყავს საუკეთესო გოგო კამპუსში და ის ბონია, უბრალოდ შეხედეთ მის საოცარ ფეხებს. ჰეი, შეწყვიტე ტრაბახი, ჩემი გოგოც მაგარია, უბრალოდ შეხედეთ მის მაგარ უკანალს. ჩემი გოგო შენსაზე ბევრად უკეთესია, მას ორივე აქვს, ლამაზი ფეხები და დიდი საჯდომი. თქვენ გოგოებს ბევრად ჯობია, შეწყვიტეთ ტრაბახი. შესვენების დროა, გოგოებო. დაიჭირე, ბონია. მადლობა, ბენს. რას გახარდა აქ? ვერ ხედავ, რომ სულსველი ვარ. პირსახოცი? აი, პატარაო. ვერ ხედავ, რომ პირსახოცი მჭირდება დენს? პირსახოცი, აიღე, პატარაო, მაგრად თამაშობ. მე ეს უკვე ვიცი. კაფეში წავიდეთ, ვარჯიშის შემდეგ ძალიან მშიერი ვარ.
კარგი, წავიდეთ. ჰეი, გუფი, როდის ვუთხრათ ბავშვებს, რომ წყვილი ვართ? არ ვიცი მია, იქნება არ უნდა ვუთხრათ, მერე რომ დაგვრცინონ, რა ვქნათ? არ მაინტერესებს, დაედაგვრცინონ, ისინი მაინც გაიგებენ. რა მოხდება თუ მათ აღარ მოუნდებოდ ჩვენთან მეგობრობა? არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი ერთად ყოფნა. შეხედე, გუშინ მაგრად ვივარჯიშე, ბიცეპსის ნახევარი უკვე გავზარდე. რა? ბიცეპსის ნახევრის გაზრდა შეუძლებელია. გაჩუმდი დილან, შენ არასდროს ყოფილხარ სპორტ დარბაზში, გამხდარო. აღარ შემიძლია უკვე, დავიღალე ამის წარები. არ გინდა, პონკა, ექიმებმა გითხრეს რომ არ მოიხსნაო. არ მაინტერესებს. პონკა, შენ ეს მაგრად გააკეთე. დიდი ხანია მინდოდა ამის გაკეთება. კარგი, მე გადავწყვიტე მია, ეს არის ან ახლა, ან არასდროს. რა მამაცი ხარ. აბა მეგობრებო, რაღაც მინდა გითხრათ. თქვენ უბრალოდ შოკირებულები დარჩებით. სწრაფად ილაპარაკე, გაჩერდი ბუშტო, ნუ აჩქარებ მას. მე და მია ჩვენ გვინდა გითხრათ რომ რა? მიდი თქვი დროზე გუფი, უკვე აღარ შემიძლია. მე და მია ჩვენ ვნახეთ რომ ლორა კამპუსში დაბრუნდა. რა? სულელო, მაგრამ შენ არ გინდოდა ამის თქმა. ახლა ტუალეტში უნდა გავიდე. სულ დამავიწყდა. მე და მიამაც ვნახეთ ლორა. ის გასახდელში იყო. შვენიერია. ლორა თუ დავინახე, მაშინვე ჩავეხუტები. კარგი მეოცნებე, ჩვენ უნდა წავიდეთ. შენც მოდიხარ მია? მეც მოვდივარ. რატომ მომიყვანე ძაღლი ჩემს სახლში, ქეით? მან ჩემს ჩუხსტებში მოფსა. უბრალოდ შეხედე მას, მაქს. ის ისეთი საყვარელია. არ გეცოდება ის. საწყალი, დაიკარგა. რატომ მოიყვანე იგი კამპუსში? ჩვენ გვაქვს წესები. არ ხვევ ამ წესებს. მაქს, ვენდისთან სახლში მის მარტო დატოვებას არ ვაპირებ. ვენდი? ვინ არის ვენდი? ვენდი ჩემი ძაღლია, ჩემი სულელი პატარა ჟირაფი. იცი რა, ქეით, არჩევანის გაკეთება მოგიწევს. ან მე, ან ეს შენი ძაღლი. მაქს, არჩევანს არ გავაკეთებ. ორივე მიყვარხართ, შენც და ვენდიც. ჩვენ ვიცხოვრებთ როგორც ოჯახი. შეუძლებელია. ჩემი სულელი პატარა ჟირაფი. ახლა იოგას დროა და შენ დარჩები ვენდისთან. იცი რა, ქეით? რატომ? რომ კარგად დამეგობრდეთ ერთმანეთთან. გამარჯობა ვენდი, როგორ ხარ? ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი ლორა. მე შენ ძალიან მომენატრე. მეც მომენატრე ჩემო ჰალკ, თან ძალიან. იმედი არ მიღალატე სანამ აქ არ ვიყავი. რა თქმა უნდა არა, მე მხოლოდ შენ მიყვარხარ და სხვა არავინ. იცი რა, მე მჯერა შენი. წამიყვანე დარბაზში. ახლა იოგა გვაქვს. გამარჯობა ჰალკ, ვაუ, გამარჯობა ლორა. გამარჯობა. ჰეი ლუზერო, რაღაც ვერ გაიგე, ხო? წადი აქედან, ახლავე. მოკლედ ლორა, ესეთი ამბავია. სამწუხაროდ შენ იოგას ჯგუფიდან გაგრიცხეს. რა? მაგრამ რატომ? შენ ნაცვლად მათ ინი მიიღეს. და რა უნდა გავაკეთო ახლა? მე ძალიან მიყვარდა იოგა. არ ინერვიულო პატარა ლორა, გინდა მე წამოვიდე გუნდიდან? სხვათა შორის მე იქ მხოლოდ შენი გულისთვის ვიყავი. შენ გუნდში დარჩები ჰალკ და ინი წავა. მისმინე ინ, ადექი, ეს ჩემი ხალიჩა და ეს ჩემი ადგილია. არა, არ ავდგები, ეს არის ჩემი ადგილი და ჩემი ხალიჩა.
მწვრთნელმა ქეითმა თავის გუნდში ამიყვანა და მან შენ გაგაგდო. რა ხდება გოგოებო? რატომ ხმაურობთ? თქვენ ასე ქაოსს იწვევთ, მაგრამ მწვრთნელო ქეით ძალიან მინდა გუნდში დაბრუნება. ლორა, გუნდი უკვე სავსეა, მე შენს ნაცვლად ინი ავიყვანე. მაშინ მე ვტოვებ გუნდს და ლორამ დაიკავოს ჩემი ადგილი. ჰალკ, გაჩერდი, მოიცადე. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩვენი არხის გამოწერა. შევხვდებით მალე!